მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერშია და გთავაზობთ სტუდია ნომერ 8-ს. დღეს სტუდიიდან თქვენთვის ვიმუშავებ მე, ირმა ცხორაგაული. მოკლედ, მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია და განსასჯელად თქვენთვის მომინდეა, მე დაველოდები თქვენს ზარებს, თქვენს მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ტელეფონის ნომერი უკვე ამონათებულია ჩვენს ტელეეკრანებზე 557 55 85 დარეკეთ. ისაუბრეთ, მოგვახსენეთ თქვენი მოსაზრება, ან და დასვით შეკითხვა იმ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელზედაც დღეს ჩვენ სტუდია ნომერ 8-ში ვისაუბრებთ. მოკლედ დავიწყოთ ქართული ოცნების შეფასებით. ჩვენ გვაქვს ორი შეფასება, რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მტკიცე დემოკრატია ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებით. ასეთი ინდექსი მიანიჭა ატლანტიკურმა საბჭომ ქართულ ოცნებას. საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 164 ქვეყანას შორის ისტორიული მაქსიმუმით. ქულების 75.5%-ით და კეთილდღეობის 12 წლიანი უწყვეტი პროგრესით. საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ატლანტიკური საბჭოს ინდექსით საქართველოს უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს. თავისუფლების გრძელვადიანი პროგრესით კი პირველ ადგილზეა მთელი ევროპის მასშტაბით. ამ ინდექსით საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100 ბალიანი სისტემით საქართველოს 82.4% აქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს გახლავთ ინფორმაცია, რომელიც რუსთავი 2-მა გააჟღერა და ეს არის ატლანტიკური საბჭოს ინდექსით გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავდროულად, ამ ინფორმაციის პარალელურად, Freedom House-ის ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს. იდენტიფიცირებულია საქართველოს გარდა კიდევ 5 სახელმწიფო. ეს არის ავღანეთი, ბენინი, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე. მოდით ახლა ვიმსჯელოთ ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ორგვარი შეფასება ქართული ოცნების. დღეს მინდა გითხრათ, რომ ქართულ ოცნებას თავისი რეგისტრაციის დღიდან უკვე 14 წელი შეუსრულდა, ანუ დღეს იუბილე აქვს ქართულ ოცნებას და მოდით ახლა თქვენთან ერთად განვიხილოთ, თუ რომელი დახასიათება მიესადაგება ქართულ ოცნებას, რომელია რეალური და რომელი ასახავს სინამდვილეს. ჩემი გადმოსახედიდან და ვფიქრობ ამაში დამეთანხმებით, თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკო და თქვენი მოსაზრება მომახსენოთ. ჩემი გადმოსახედიდან ქართული ოცნების 14 წლის თავის არსებობის 14 წლის თავზე რა მივიღეთ ჩვენ? მივიღეთ პირველ რიგში უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ ეკონომიკური შეჭირვება და გაჭირვება. მივიღეთ ის, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ სიცოცხლეს და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. მივიღეთ ის, რომ დღეს ხელისუფლებაში არც ერთი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებიღა დარჩნენ, ვინც 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ და ქართულ ოცნებასთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამწუხაროდ ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში აღარ არიან. მივიღეთ ის, რომ ქართული ოცნება კვლავ და კვლავ გვაშინებს ნაციონალური მოძრაობის მოსვლით ხელისუფლებაში. მივიღეთ ის, რომ პენსია ძალიან დაბალია, იმდენად დაბალი, რომ ჩვენი პენსიონერები, არ ვიცი ეს ინდექსი ჯერ შეფასებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი უკანასკნელნი იქნებიან იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, სადაც პენსიონერები უზრუნველყოფილი არიან თავისი პენსიით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საგანგაშო მონაცემები. მივიღეთ ის, რომ ქართული ოცნების 14 წლის თავზე, არსებობის 14 წლის თავზე მივიღეთ ის, რომ 600,000 ბავშვი სოციალურად დაუცველია. მივიღეთ ის, რომ ჩვენი პოლიტიკა აბსოლუტურად გაძარცვულია. მინდა გითხრათ, რომ ამ 14 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მოახერხა და სრულად ჩარაზა
დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ, წინსვლისკენ ყველა ნაბიჯი. მივიღეთ ის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერადავერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება ვერც სოხუმთან, ვერც ცხინვალთან, ვერც რუსეთთან. მივიღეთ ის, რომ დღეს კვლავ ჩვენ დიდი საშიშროების წინაშე ვდგევართ, აგერ რუსეთი, ქალბატონი მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ოფიციალური წარმომადგენელი, საუბრობს ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ, საქართველოსთან მიმართებაში რა ღონისძიებების გატარებას აპირებს რუსეთი, თუ ვთქვათ, აი ეს ქმედებები გააგრძელა ისევ ქართულმა ოცნებამ, რა ქმედებებსაც დღეს ავრცელებს. მივიღეთ ის, რომ მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი ხალხს არ ხვდება. არანაირი შეხება არ აქვს ადამიანებთან და მათი გაჭირვება არ იცის. მივიღეთ ის, რომ ჯანდაცვა სრულად დანგრეულია, გაძვირებულია წამლები, გაძვირებულია პირველადი სამედიცინო დახმარებაც კი, აღარ საუბრობ უკვე იქ ღრმა სიღრმისეულ კვლევებზე და რაღაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე. მივიღეთ ის, რომ საგანმანათლებლო სისტემა სრულად დანგრეულია და ზოგადად არც ვიცით საით მივექანები და საბოლოო ჯამში განათლების სისტემის აი ამ პოლიტიკით რას მივიღებთ. მოკლედ, აი ამ საკითხებზე მინდა ეხლა ვისაუბროთ ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რა მივიღეთ ჩვენ ქართული ოცნების 14 წლის თავზე. პირდაპირ რაც მთავარია, მინდა აუცილებლად აქვე აღვნიშნო, მივიღეთ ის, რომ დღეს ქართული ოცნება არც და არამც არაფინანსებს დაავადებულ ბავშვებს, ეს გახლავთ დიუშენის დაავადება, ანუ კუნთოვანი დისტროფია. ეს გახლავთ იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც თანდათან ზღუდავს მოძრაობის უნარს და დროთა განმავლობაში იწვევს კუნთების დასუსტებასა და სრული პარალიზების განვითარებას. საქართველოში ამ დაავადებას 100-მდე არასრულწლოვანი ატარებს და მათი მედიკამენტების შემოტანაზე ხელისუფლება უარს აცხადებს. რადგან აღნიშნული პრეპარატი, რომელიც დაავადების განვითარებას ანელებს და მნიშვნელოვნად აუჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს, თურმე ძვირი ჯდება. დიახ, საუბარია 500.000 ევროზე. ჯანდაცვა დღეს გვცემს პასუხს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ, რომ ამ ბავშვების მშობლები უკვე უწყვეტ აქციაში 24 საათიან რეჟიმში გადავიდნენ კანცელარიის წინ და მოითხოვენ თავისი შვილების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატების შემოტანას. თუმცა ჯანდაცვა ჩვენ ამ თემაზე გვპასუხობს და გვეუბნება, რომ ეს არ არის ის მედიკამენტები, რომლებიც ბავშვებს გამოაჯანსაღებენ. პირიქით, ეს არის მედიკამენტები, რომლებსაც მშობლები მოითხოვენ, თურმე მათ შვილებს დააზარალებს. თუმცა მშობლების მხრიდან სულ სხვა რეპლიკები ისმის. მშობლები პირიქით საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს მედიკამენტები, რასაც თავისი შვილებისთვის ითხოვენ, ჩამონათვალში არის როგორც ევროპის ქვეყნების ჯანდაცვაში, ასევე ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაც წამლების ჩამონათვალში შეიცავს სწორედ ამ პრეპარატებს, რომლებსაც მშობლები მოითხოვენ. ზარია პირდაპირ ეთერში გავაგრძელებ აუცილებლად საუბარს, თუ რა მივიღეთ ქართული ოცნების 14 წლის თავზე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, გენერალ. აი სწორედ აი ამ წამლებთან დაკავშირებით ექიმა გამომიწერა წამალი, მილები ვიკითხე, უბრალოდ ნოშპა, რომელიც არაფერს მაქრისი არ არის, 14 ლარი ერთი ფირფიტა. დიახ. ახლა მეორე დაუწიო თვითონი დაუწიო. ეხლა მეორე წამალი ვიკითხე, არის 30 ლარი. ვიკითხე ერთი კაცხულა რაღის ლარი, მომეცი 10 ლარი. თოთირებაში ვარ, საფინელ გაჭირვებაში, მაგრამ იცის რა, მარტო თქვენი არხი ვერასდროს ვერ მიახსენს, თუ გვერდში არ ამოგიდგნენ თხები, მარტო თქვენ ვერაფერს ვერ მიახსენს, საშინელი გაჭირება, სასმელი უსამართლობა, მე ვრეკავ ბორჯომიდან. საშინელი ერთისთვის შეიძლება ყველაფერი, მეორეთვის არაფერი არ შეიძლება. კანონი ერთი არის, მეორეზე არ არის. არ მინდა კიდე ღრმად ვილაპარაკო, საშინელება ხდება. უშევარი ფათოდავი ბიჭები, წამოჭიტული ბიჭები, დაბნეული სახეები დადიან ქუჩაში, არიციან რა გააკეთო, რა გზას გააწევ.
უსინდისო მილიონერებო, ოხრად დაგირჩეთ თქვენ ეგ მილიონები. ოხრად. მართალია. ორმესი მადლობა ქალბატონო ზარისთვის, ახლა არ შემიძლია არ გამოგეხმაუროთ. მე ნამდვილად არ მქონდა ეს ინფორმაცია, რომ ნოშპა უკვე 14 ლარი გამხდარა. ნამდვილად ეს არის პრეპარატი, რომელიც მხოლოდ დროებით სპაზმებს ხსნის და არავითარ შემთხვევაში სამკურნალო არ არის. ანუ დროებითი ხასიათი აქვს ნოშპას და ნოშპა რომ 14 ლარია, ახლა ხელისუფლება გვესაუბრება ჩვენ იმის შესახებ, რომ ფასების დარეგულირება დავიწყეთო და აპრილის ბოლოსთვისო, როგორც ჩვენ ბატონი კობახიძე გვპირდებოდა, აპრილის ბოლოსთვისო ფასები უკვე დარეგულირებული იქნებაო და დაწეული იქნებაო. შეიქმნა სპეციალური კომისიაც პარლამენტში, ჩვენ ვიცით და ამ სპეციალურმა კომისიამ ფაქტიურად ვერანაირად ვერ იმუშავა, მათ საერთაშორისო კომპანია ყავდათ მოწვეული სწორედ აი ამ ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაეციათ მათთან, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლებაც ამ კომისიაზე უარს აცხადებს, იმიტომ რომ მისი მუშაობა, რომელიც 10 დღეში უნდა დასრულდეს ფაქტიურად, ანუ აპრილის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, ვერანაირი ნაყოფი ვერ გამოიღო, ანუ ვერანაირი წინსვლა ჩვენ ამ თვალსაზრისით ვერ ნახეთ, პირიქით, უფრო მეტად და მეტად გაძვირდა ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია ფასების უფრო მეტის და ახლავე შემოგიყვანთ, ვიცი რომ ზარია, უფრო მეტი ზრდა არის მოსალოდნელი, რატომ? იმიტომ რომ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიებმა უკვე ფასნამაძე დაიწყეს საუბარი, ჩვენ ვიცით რომ გაძვირდა საწვავი და ჩვენ ვიცით რომ გაძვირდა ელექტროენერგია. აუცილებლად ამ თემაზეც ვისაუბროთ, მოდით ზარი შემოვიყვანოთ პირველ რიგში, მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. შუადღემში დობისა ქალბატონო ირმა. მოგესალმებით. მე წმინდა წინა გამომცვლას გამოვეხმაურო. როდესაც სააკაშვილი მოვიდა 2003-ში, დიახ. პირველი 4 წელიწადი მანაც კარგი შექმნა. აი ხალხს მოაწონა თავი. დიახ. იმედი ჩაგვისახა. ესენი ესე იყვნენ, როცა მოვიდნენ 2012-ში, თავიდან ესენი ციკეთეს რაღაცას აკეთებდნენ. ეხლა გაუწყდათ ხელისუფლება და გადავიდნენ ისეთ წყობაში, როგორც მათ აწყობს. ხალხს როგორც უნდა ისე ექცევიან. მე ახლა ამით იდიტიკმამი და ქალბატონო ირმა. სულ ჩვენ მეცხედებით ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ვართ ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ მაშინ სოფიოში ხუთეულში და ასე შემდეგ. და ყველაზე დაბალი პენსია საქართველოს რატომ აქვს? რატომ მე მიმართავ თავრობას? რუსეთში არის 405 ლარი, მოსკოვში პუტინს აქვს დაყენებული პენსია და ჩვენთან 370 ლარი და და პენსიონერები დაგვქვით. ჩვენ როგორ ვიცხოვოთ კობახიძეს მიმართავ, ივანიშვილს მიმართავ. სულ ხარბად პენსიონერები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები. რა გავაკეთოთ პენსიონერებმა გითხარით? ძალიან ცოტა ქალბატონო ირმა დაგვიდექით გადავიდეთ თქვენი პარტია. სულ ვიხვეწებით. გამოვალ ყველა პენსიონერი გამოვალ. აბა ერთი ვიღანი გზარავს მეტოდა ჩვენაი პენსიონერს ტროტუარზე დაგედი რა ეკითხება, ვინ ეკითხება? მამამისი საკუთრება აი მგზარი ყველას. და უნდა გააკეთოს მოვატო პენსიებს. თვითონ იცხოვენ მაგ პენსიებზე რატო აკეთხოვენ? ყოველდღე მიდივარ მე მაღაზიაში, აფიათი მიდივარ, ადრესია ქვეყანა კაცო. ძეწოში წავიდა ფასები, რა გავაკეთოთ ჩვენ პენსიონერებმა ვეკითხები? ესენი ხალხი არიან ვინ არიან ეს მაინტერესებს. ძალიან ახალ ქალბატონო ირმა, დაგვიდექით სათავეში პენსიონერებს 800-ზე მეტია, ცოტა ვიცი არა ვარ. აი ვინ ჩვენ გამოყვება, ჩვენ იმას მივუღებთ ხმას, აი დაიგერეთ. ყველა პენსიონერი გვერდი დაგიდგება. მადლობა თქვენ მოსვენისთვის. გაიხარეთ, მადლობა თქვენ ზარისთვის. მე სრულად მესმის თქვენი აღშფოთება და სრულად ვითავისებ თქვენს პოზიციას. ეხლა თქვენ საუბრობთ კობახიძის ეკონომიკურ ზრდაზე და არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონმა კობახიძემ განაცხადა ასეთი რამ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში ყველაზე მაღალი იყო. თქვენ კი ვერ გაგიგიათ. 2021 წლიდან საშუალო 9.3% და წლევანდელი წელიც კარგად დავიწყეთ, საუბრობს ბატონი კობახიძე. იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ. და ეკონომიკური ზრდა რას ნიშნავს? ეს ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში თანხა უნდა გაიზარდოს. ბიუჯეტი თუ კი ასეთი სისწრაფით იზრდება, ხო? რატომ არის რომ პენსიები ასეთი
ასეთი დაბალია? რატომ არის რომ სოციალური დახმარება ასეთი დაბალია? რატომ არის რომ პირველადი საუნხმარებლო კალათა 275 ლარით არის, არა 255 ლარით უკაცრავად დაწიეს, ის 20 ლარიც გამოაკლეს, 255 ლარით არის წარმოდგენილი. აი ეს არის ჩვენი ტრაგედია და ეს მივიღეთ ჩვენ ქართული ოცნების 14 წლის თავზე ხელისუფლებაში ყოფნისა. ზარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ ბატონო, ბრძანეთ. დაუწიეთ ტელევიზორს, მე ნუ მომისმენთ, თქვენ ისაუბრეთ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მე მინდა შევეხო საკითხს იმას, რასაც ქალბატონი საუბრობდა ესე ემოციურად. ხო არ გონია რომ იმ ქალბატონს რომ აყვავებული ქვეყანა ჩაიბარა ქვეყანას ზარნა ივანიშვილმა და კოდახიძე ხო არ გონია იმ ქალბატონს რომ ეს მშვიდობა რაც არის ამ ქვეყანაზე სუფევს ეს სხვისი დამსახურება და არაფერი ხო არ გონია რომ ხმამაღლა რო საუბრობს რომ მთელი პენსიონერების სახელით გამოდივა რომ ამბობს ერთი ვინ მიცა ამის უფლება კმაყოფილი ბრძანდებით თქვენი პენსიით ბატონო? თქვენი პენსიით კმაყოფილი ბრძანდებით? ყოფნით თქვენ თქვენი პენსია? მე თუ არ ყოფნის მე მუშაობ. ის ქალბატონები და ის ბატონები რომლებსაც მუშაობა ეზარება, სოფლები რო დაცარიელებულია და სახლები აქვს მიტოვებული, წავიდნენ და ოსტანი მოიყვან, წვანილი მოიყვანო, ხუთი ქათამი გაზარდონ, რომელსაც ეკნება და ეზარება და აკროს ხედან სუყელანი. ბატონო ჩემო, გაქვთ საშუალება რომ არ გაბრძანდეთ ეთერიდან და ვისაუბროთ მე და თქვენ? კი ბატონო, მაქვს საშუალება. აი ახლა თქვენ იცით რა ბრძანეთ რომ ხომ არ გონიაო იმ ქალბატონს რომ ეს მე ჩემს თავზეც მივიღე, იმიტომ რომ მე ქართული ოცნების მინუსებზე ვსაუბრობდი და დღევანდელობაზე ვსაუბრობდი სამწუხაროდ. აყვავებული ჩაიბარაო. მესმის, აყვავებული ნამდვილად არ ჩაუბარებია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა. ჩვენ ნუ დაგვავიწყება რომ სააკაშვილის დროსაც ჩვენ ძალიან დიდი გაჭირვება გქონდა და უმუშევრები ვიყავით და ჩარეცხილები ვიყავით მთელი ინტელიგენცია, მაგრამ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ბატონო ჩემო, რამდენი წელია იმისათვის საჭირო ახალი ხელისუფლება სათავეში რომ მოდის რომ ქვეყანა რეალურად ფეხზე დააყენოს და უმუშევართა სტატუსი, უმუშევრობა უფრო და უფრო გასაგებია და გაგცემთ პასუხს ბატონო. ის გისმენ ქალბატონო არ უნდა ამდენი შეკითხვის დასმა მომისმინეთ. გისმენ ის რაც მოხდა საქართველოში ყველამ ვიცით. დიახ. ჩვენ იმის ძახილში რომ ევროპა კარგია, ევროპული განათლება რო კარგია და წინ არის ქვეყანა. აბა ერთი მითხარით რამდენი წელია ჩვენი ახალგაზრდობა სწავლობს ევროპაში. ძებულობს იქ უმაღლეს განათლებებს. სხვა რამე გკითხეთ, სრულიად სხვა კითხვა დაგიშვით მე თქვენ. რამდენი წელი ჭირდება ქვეყანას კარგი ხელისუფლების პერიოდში? რამდენი წელი ჭირდება? 14 წელი საკმარი არ არის? არ არის საკმარისი იმ დროს, როდესაც ქვეყანა წინა ხელისუფლება და ევროპა და სხვა ახლიჩავს, იმიტომ რომ აზროვნებით არიან დამონებულები ევროპის გარდა არიციან. არ უნდათ რომ ის სოფელი ააყვავონ. ხო და წავიდნენ, ყველა რო წავიდეს, თავის სახკარმიდამოში, თავისი საკმარისი პური ექნება. ქვეყანა იქნება, მშვიდობა იქნება და თუ არ ვიშრომებთ, არაფერი არ გამოგვივა და არ გვინდა ეს თქვენ სოფელში ცხოვრობთ, თქვენ სოფელში ცხოვრობთ? მე ქალაქში ცხოვრობ, მაგრამ სოფელში მაქვს და სოფელსაც ვამუშავებ. ანუ სამსახურიცა გაქვთ, პენსიაც გაქვთ და სოფელსაც ამუშავებთ, ახერხებთ ამდენს. ალბათ ძალიან აი ასე გაბული ვარ, სოფელი ქალაქი, არაჩვეულებრივია. ჩემი მქონდეს. არაჩვეულებრივია, მაგრამ ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, ალბათ თქვენ ჯანმრთელიც ალბათ ჯანმრთელიც ბრძანდებით. არ უნდა ხელებისა, რა ქვია, მარტო რეზინის ხელთათმანების ჩაცმა და ხილად უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვილოცოთ.
გასაგებია ბატონო, მადლობა თქვენი პოზიციისთვის. ეხლა ბატონის ზარიდან გამომდინარე, ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე 14 წელი საკმარისი არ ყოფილა, რომ ქვეყანა აყვავდეს და ნორმალური ხელისუფლების პირობებში რამდენი წელია საჭირო, რომ აი ესეთი ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა. ბატონო ჩემო, ეხლა მე ვიცი, რომ თქვენ მისმენ და თქვენ გიპასუხებთ უშუალოდ. თქვენ იცით, რომ 14 წლის განმავლობაში სულ მინიმუმ 3 თაობა იზრდება. ანუ 14 წლის განმავლობაში 3 თაობა არის დაკარგული თავისი განათლებით და თავისი ეკონომიკური სიმძლავრით. გესმით თქვენ ეს თუ არა, რომ ამ ბავშვებს ყველაფერს მოკლებულია ეს 3 თაობა ამ 14 წლის განმავლობაში. მოკლებულები არიან და უკვე რო იზრდებიან და უკვე რომ სრულწლოვნებას აღწევენ, იმიტომ გარბიან ამ ქვეყნიდან, რომ არაფრის საშუალება არ არის. ეხლა თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ სოფლებს დაუბრუნდნენ და სოფლებში იცხოვრონ. კი, მესმის, მე მივესალმები ამ პოზიციას. კარგია ნამდვილად აყვავებული სოფელი, აყვავებულ ქალაქს ნიშნავს, მაგრამ რამდენად გვაქვს ჩვენ პირობები სოფელში ცხოვრებისა, რამდენად გვიწყობს ჩვენ ხელისუფლება ხელს იმაში, რომ ჩვენი მოყვანილი პროდუქტი გამოვიტანოთ და ბაზარზე გავყიდოთ. ჩვენ გვაქვს ამისო ბაზარი? აი როგორ ფიქრობთ, იმპორტმა ხო არ ჩაანაცვლა ჩვენი ბაზარი, ჩვენი ნატურალური პროდუქტების მაგივრად. აი ამაზე გამეცით პასუხი და ამაზე იფიქრეთ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა შემოგევლე, დიდი პატივისცემი თქვენ და მიხარ ბატონო. მადლობა. აი ხო ეს ბატონი რო ლაპარაკობდა, უყურეთ, ნახეთ როგორ უსაფუძვლოდ ლაპარაკობდა, იცით? ეხლა საქართველოში არის მილიონამდე პენსიონერია, ხო? დიახ. ისინი კაცო, თუ ეგეთი დამხელები და ისინი არიან, ხო? როგორც ის მოუხმობს, სოფლისკენ მოუხმობს. ერთი სოფელი სპეციალურად გაანადგურეს. დიახ. ეს იცის მაგას? ეგ ვიღაცის დავალებით ეკავდა ეხლა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ხო და ადამიანს რომ მოხუცდება იმა ხო ის იმუშავა ახალგაზრდობაში ხო? და ხო უნდა ქონდეს მე რისეული ის არა. ანაზღაურება. ჯამთელი ხო ვერ იქნება შემოგევლე ხო? დიახ. 70 წელს მიღწეული, 80 წელს მიღწეული კაცო ხო ვერ იქნება. იმათ ხო უნდა ქონდოთ რისეული პენსია, რომ რისეულად იგრძნო თავი, როგორც ადამიანებმა ხო? აი ნახეთ ეგ ადამიანი როგორ საუბრობს, ხო? მაგას ეთყობა აწყობილი აქვს საყვარელო, ჯანმრთელობა ხელს უსწრებს, ან შვილი მუშაობს ისეთ ადგილზე და ისე და მე ვთვლი რომ ეგ არის ვიღაცის დავალებით რა. ეგ არ შეიძლება იცი და აი ახლა ეს პენსიონერები რო იძახიან რომ თქვენო ღერში დაგიდგებით და გაგიძეხითო, ხო? დიახ. კაცო, 8 მილიონამდე პენსიონერია, გამოვიდნენ ეს დამორჩილები და მე მაგათაც ხარ დაიჭერენ ტროტუარზე რომ დადგნენ, ხო? და მოსთხოვენ მთავრობას, აი ერთხელ კი არა, აი ვისაც შეუძლია ფიზიკურად გამოსვლას შემოგევლე, ვისაც უნდა რომ აი თავისი პირობები ისა. აი ნახეთ ის რო თქვა 14 ლარი გახდაო. დიახ, ნოშპა. ახლა შემოდიან და შეიძლებნებიან, აი უყურებ ხოლმე რომ 3 აბი მომეცი, 4 აბი მომეცი. აი ეს ამდენი მომეცი, ის ამდენი. ეს უნდა ცხოვრდეს კაცო. ყველა უფალმა შემოგევლე ერთი უფლებით გააჩინა. და ესეთი დიდი კონტრასტი არ თუ კაცო ამ აი ვერ გავიგე საყვარელო რა. გასაგებია. აი შეიძლება რომ აი არ ვიცი, ამას ქვეყანას თუ რამე ეშველება. იმიტომ რომ ხალხი არ მძავლობს, არ იმასებიან, არ გამოხატავებს. უყურეთ როგორ მოაწყვეს ხალხსა, რომ აპრილიდან იმას ვიზამთო ფასები. როგორ დააკლებენ, რომ ნახეთ აპრილისში რო გააკეთეს, როცა 5 თეთრით უმატეთ ელექტროენერგიას, ის ხო ყველაფერზე აისახება, ხო? რა თქმა უნდა. აი ნახეთ როგორ უნდა თქოს ხელისუფლებაში და აი ტყუილში, სიცრუეში და იმაში აღგონ მთელი ის თავიანთი სკამი. გასაგებია. არ ვიცი, აი გასაგებია. დიდი მადლობა და უკაცრავად რა. მადლობა. პენსიონერია საყვარელო და მესმის, მადლობა პირიქით ზარისთვის, მადლობა რომ დაგვირეკეთ. ეხლა საუბრობდით სწორედ ამ ფასებთან დაკავშირებით. დიახ, მე ვთქვი რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის, რომ ძალიან მალე ფასები კვლავ მოიმატებს. ხელისუფლებას კიდევ როგორც
ტუზი და როგორც კოზირი ისე დაეცა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, თელ სოფლიოშიო გაძვირდაო ეს საწვავიო და ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობა ძალიან დიდ გავლენას ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობას დიდი გავლენა აქვსო ზოგადად ჩვენს ქვეყანაზეო და სწორედ აი ამ ფასებზეო. ეხლა მე მიჩნდება აქ ერთი ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა, იცით? პირველ რიგში ის რომ ეს ჰორმუზის სრუტე, რომლის გამოც მოხდა ის რომ ევროპაში ავარდა ასე ფასები ზოგადად თელ სოფლიოში, იგივე ჩინეთში, იგივე ინდოეთში ავარდა ამ საწვავზე ეს ფასები ამ ნავთობზე, ხო? რა თქმა უნდა საქართველოშიც პარალელურად ასე მოხდა. ჩვენ ხომ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჰორმუზის სრუტე უკვე ცოტა ხანია, რამოდენიმე დღე უკვე ხელშეკრულებით გახსნილია და იქ ხდება უკვე ამ ტანკერების გატარება. მინდა გითხრათ, რომ აი ამანაც კი უკვე იმოქმედა და ევროპაში ფასებმა ამ ნავთობზე უკვე დაიწია. ჩვენთან რატომ არ იწევს ჩვენს ქვეყანაში? ჩვენს ქვეყანაში თუ კი აკვირდებით, ნახეთ, რაღაცაზე ფასი რომ ავარდება, ის რჩება იმ ნიშნულზე, თუ არ მოემატა დაბლა აღარ ჩამოდეს და ახლა მეორე კითხვა მიჩნდება იქნებ თქვენ გამცეთ პასუხი, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. აი სწორედ იმ ადამიანებმა, ვინც ქართული ოცნების მეხოტბები გვისმენთ ახლა და რომ შემოდიხართ ეთერში და რომ გვიმტკიცეთ რომ ყველაფერი კარგად არის. აი გამეცეთ ამ კითხვაზე პასუხი. რატომ მოხდა ისე რომ ქართულ ოცნებას ზარია ახლავე შემოგიყვანთ. ქართულ ოცნებას რატომ მოუნდა მაინც და მაინც დღეს ელექტროენერგიის გაძვირებაც და გვეუბნება რომ ეს არის დამოკიდებული იმაზეო რომ მოხმარებაო გაიზარდაო და ინფრასტრუქტურაო რეგიონებში გამოსაცვლელიო. მოდი ამ თემაზეც ვისაუბროთ. რატომ ახლა გაახსენდა ინფრასტრუქტურის გამოცვლა რეგიონებში ქართულ ოცნებას? აი რა კავშირშია ეს? ანუ სპეციალურად გააკეთა რომ იქ საწვავზეც ფასი მოიმატა და ისარგებლეს ამით და დენზეც ფასი მოგვიმატეს, რომ ყველაფერზე აისახოს ეს და პირველ რიგში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ანუ გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ჩვენ კოლექტივის ძალიან ხანმოურავი მისი ყველა წევრი ასეთი პატრიოტული ხალხი მინდა რომ იყოს საქართველოს ხელმძღვანელები რაც ახლა არის საქართველოს 90% შემდეგ შევარდნაძის შემდეგ დაანგრიენ ბოლომდე კელი ქვეყანა დაანგრიენ იქნებ რამენერად მე ასაკოვანი კაცი ვარ მიწეს საუბარი ყველაფერი მაგრამ მაინც ვიცი რომ ეს საუბარი ხაზახსენებელი მოსახსენებელი ყველგან არის არა კომპეტენტური პიროვნებები სათავეში ყველგან ხო და ჯანდაცვა გინდა იგი გინდა სამხედრო ყველგან არის ქურდები და ყაჩაღები ძალიან პოზიციებს მართალია ბატონო ჩემო მადლობა ზარისთვის ნამდვილად ესეც რიგითი მოქალაქე რომელიც ასე ფიქრობს ეხლა დიახ ამ ფასებთან დაკავშირებით კვლავ ზარია ბოდის გიხდით ვერ ვალოდინებთ მე ჩემთვის პრიორიტეტულია თქვენი აზრის მოსმენა ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ ანუ ბატონო გელოცვალეთ ბატონო ახალს ვერაფერს გეტყვით მაგრამ აი ამ შენებს კონტროლი არ ხუთი კომუნისტური წყობის დროს თუმცაკის მაღაზიები ხდებოდა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ყოველ ცეხის ნაბიჯის წელები ამდენად ხასები ვიცით რომ კურიერს სწავლობა და ყველა ბიზნესი აქვს მაგრამ ყველასშლებოს შეიძლება ყოველ ცეხის ნაბიჯი ამ ხელახსენების არსებობა და პატარა მაღაზიებს ხალხი ხარკეს რომ ადამიანმა როქვა კური ვეღარ ჩამოს. გასაგებია მადლობა ზარისთვის. იცით ყველაზე გულსატკენი რა არის რომ ეხლა თქვენი ზარებიდან გამომდინარე მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ რომ თქვენი გულისწყეთა იმასთან დაკავშირებით რომ ზოგს ყველაფერიო ზოგს არაფერიო ეხლა ერთ-ერთი გამოსვლელი ბრძანდებოდა ამის შესახებ საუბრობდა ქალბატონი გეთანხმებით ნამდვილად ესე იგი რა მივიღეთ ჩვენ ქართული ოცნების 12 წლის თავზე მივიღეთ ელიტარული კორუფცია რომელიც რაღაც წარმოუდგენელ თანხებზია საუბარი და წარმოუდგენელ სიმდიდრეზეა საუბარი. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ. მოგესალმებით ბატონო. უსმენ ახლა მართალია ნახევარი საათია. იმ პენსიონერს ფილოსოფოს მე ერთ ჩევას მიწევდი. დიახ. ეგ დიდი ფილოსოფიური აზრი ქუჩაში პენსიონერთან არ გამოცდეს, თორე ცოცხლად გაატყავებენ მაგუბებს დაბადებული რაღაცა. მოდიას ვეთანხმებით ხონებულს. თქვა ხანში კი არ არის.
შუა თავში არის ესეთი საკითხი. დიახ. ხალხო საწენია და გულზე ხდება პირდაპირ არამდე ძალიან ბევრს. Facebook-ზე თქვენ თუ არა ხართ ზოგიერთი ასაკოვანი ხალხი 70 ხალხი რო ხართ ზოგიერთი. იკითხეთ მაინც რა ხდება. ეს არის სადაც ფიქსირდება აზრი საერთო ჯამში ვის რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე. რო შემოდიხართ ობიექტივში და რო გიხარიათ თქვენი აზრის დაფიქსირება გაცლიან ვისმენენ თქვენ კითხვას პასუხს ემენ თუ არიცით მე გეტყვით დაიდო სულ რაღაცა სამი დღის რაღაცა კი არა 3 დღე ძალიან ბევრია ამ სამდღეში მე ვერადებოდ იქ თუ ცოტა გამოხმაურება მაინც ეხნებოდა ერთი 10,000 და 15,000 რა 10,000 ასამდე არ არის ასული ობიექტივი ხურება იმის და გამო რომ არ გააჩნია შესაბამისი სახსრებიო გადაიხადოს ის რაც ოფიციალურად არ გადასახადინა. ნუ ასე თქვის ეს პასაკეთია. და ვამთავრებ მივდივარ. ჩემოყალო ხალხო, სანამ მოსვენცისა და ბაიდანის არ დაგიყვანებენ ქვეყანას. ქართველებზე მაქვს საუბარი. მანამ ვერ უნდა მივხვდეთ ვერაფერს. მადლობა ბატონო ზარისთვის, უღრმესი მადლობა. რა ვთქვა, მართალი ბრძანდები და სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებ და ღაღადებთ ახლა. მე ხვდები რომ აბსოლუტურად ყველა შემოსვლელი აღშფოთებულია იმ ბატონის ზარით, რომელიც შემოვიდა და თქვა რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და თურმე უნდა ვიშრომოთ და ყველაფერი გვექნება და მე ამ ბატონთან დაკავშირებით აუცილებლად ერთი მონაცემი მინდა კიდევ გადმოგცეთ, რომელიც საპირისპიროს ადასტურებს, რასაც ეს ბატონი გვთავაზობდა პირდაპირ ეთერში. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, ისაუბრეთ. მოგესალმებით. ისა. დიახ. ბატონო. ბატონო. მე მინისტრთა კაბინეტში ვიყავი შესული. დიახ. პირველი საფრთხეებიდან ბოლო საფრთხეა ჩართულია თქვენი ტელევიზია. ეთი და იგივეს ლაპარაკობ და უსმენენ თქვენს გადაცემებს. ამის მერე გამოდიან და რასაც უნდა იმას ალაპარაკებენ. აი ეს ამბის თქმა მინდოდა და მაგაზე ვარ გაბრაზებული. გასაგები. მადლობა. მოკლედ ბატონი საუბრობდა იმის შესახებ, ის ერთ-ერთი გამოსვლელი რომ საუბრობდა რომ თურმე ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ყველაფერი გვექნება. ბატონო ჩემო, თქვენ საპასუხოდ მინდა გითხრათ რომ 2026 წლის 1 აპრილის მონაცემებით საქართველოში 1,116,541 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. ვიმეორებ 1,116,541 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. საიდანაც აქტიური მხოლოდ 1/3-ია, ანუ დაახლოებით 27%. მოქმედია 1,116,541 ბიზნეს სუბიექტიდან 305,502. აი რაზე მიუთითებს ეს, როგორ ფიქრობთ თქვენ? ეს ნიშნავს იმას, რომ ნახეთ, მილიონზე მეტმა ადამიანმა 1,200,000 ადამიანმა, მოდით დავამრგვალოთ ასე ვთქვათ, გადაწყვიტა რომ საქართველოში უნდა წამოიწყოს რაღაც ბიზნესი. აი ქართველმა გადაწყვიტა რომ თავი ირჩინოს თქვენსავით, როგორც თქვენ ბრძანეთ, იქ სოფელში დაბრძანდებით, მაგრამ ხო შეიძლება რომ ბიზნესის აყვავება მინდოდეს და ბიზნესით მინდა თავის რჩენა. 1,200,000-მა ქართველმა დააფიქსირა თავისი თავი, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენელი და როგორც მცირე ბიზნესმენი. თქვენ ხვდებით რომ აქედან იხეირა მხოლოდ 305,000-მა სუბიექტმა. ანუ ეს მიუთითებს იმაზე რომ ქვეყანაში არანაირი ხელშეწყობა არ არის მცირე ბიზნესისთვის. პირიქით აღრჩობენ და ყველანაირად ცდილობენ რომ გამოიყვანონ ბიზნესისგან. აი ახლა ჩვენ ვახსენეთ ეს ფასების კომისია და ჩვენ ნახეთ რომ ამ ფასების საპარლამენტო კომისიაში დაბარებულები იყვნენ როგორც მსხვილი მეწარმეები, ასე ვთქვათ, მსხვილი ქსელური მარკეტინგის წარმომადგენლები, ასევე დისტრიბუცია იყო წარმომადგენელი. აი თქვენ ნახეთ რომ აქ გადაბრალებები მიდიოდა სულ ერთმანეთზე და ამავდროულად ეს მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები საუბრობდნენ იმის შესახებ რომ როდესაცო ბიზნესმენსო ჩვენთანო შემოაქვსო პროდუქციაო, მაშინო ისო გვთავაზობსო იმდენ გადასახადსო ჩვენო
რომ სხვა აღარ შემოუშვათო დახლებზეო მისი კონკურენტი პროდუქტისო, მაგალითად აი ალკოჰოლური სასმელი ავიღოთ, ხო, გენებავთ იგივე ფუნთუშეული რაღაცა სახე ავიღოთ. აი მე უგთავაზობსო იმდენ თანხასო, რომ სხვამო აღარ შემოიტანოსო და გამომდინარე აქედანო, რომ ისო ამდენსო გვიხდისო, იძულებულია რომ თავის პროდუქტზეო დიდი ფასი დაადოსო და ჩვენს მოგებაო სულ მცირე არისო. ამ დროს ჩვენ კარგად ვიცით, რომ არაერთ გზის უსაუბრია ბატონ დავით არხან მოურავს. სწორედ აი ამ ბიზნესთან დაკავშირებით, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, რატომ? იმიტომ რომ კარგად ჩაიხედა ამ საკითხში და ჩახედულია და ზედმიწევნით იცის, რომ თუ კი ვთქვათ, თქვენ მოინდომებთ როგორც ქართველი მეწარმე, რაღაცა პროდუქტი შეიტანოთ მსხვილ რაღაც მარკეტში, ხო, მაშინ თქვენ ჯერ ეგერთი არ მიიღებენ ამ პროდუქტს, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობენ, როგორც წეგან ვამბობდი მე, რომ უკვე შემომტანმა გადაიხადა იმდენი, რომ ასე ვთქვათ, დაჯავშნა ის მარკეტი, რომ სხვა აღარ შეიტანოს, ან თუ მოგცემენ ამის საშუალებას, მაშინ თქვენ უნდა გადაიხადოთ გაცილებით მეტი, ვიდრე მოგება გრჩებათ თვითონ იმ პროდუქტიდან. იქ ელემენტარული დახზე რომ განგითავსოთ, დახზე დგომისაც კი გადასახადია. და ეს იცის ხელისუფლებამ, თუმცა საკომისია ამბობს, რომ ჩვენო გვაქვს რაღაცაო მოსაზრებებიო და ამასო მერე გამახმოვანებთო. მე ჩემი გადმოსახედიდან არაფერი მოსაზრებებიც არ გაგაჩნიათ, უნდა აღიაროთ მარცხი, უნდა აღიაროთ კრახი და უნდა აღიაროთ, რომ მორიგჯერ ძალიან დიდ ტყუილში გააბით მოსახლეობა ფასების კლებასთან დაკავშირებით. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ქალბატონო ირმა. ბატონო. კი, აი ხა უცხერი თან გადაჩემას მე. დიახ. ოდელა, ძალიან მიგან. ვინ იყო ისა? ვინ გამოვიდა იქ ტელევიზიიდან? განათულა, თუმ ყველაფერი ამაზე. განათულეს, გაათაფსირეს ტელევიზიალა და ეხლა კიდევ ლაპარაკო საკეთა. რაკაცი კაცია, ნაკიდი ხავ, ეგრეთი ხალხი და სპეციალურად გამოდია რომ აი ეგრე მომუშავო კიდევ ხავ. გასაგები. არ მოგე არაშება გისკე შეგრადა უნდა ისკადი ბრაზდები თალაც. ნუ გაბრაზდებით ბატონო ჩემო, ნუ გაბრაზდებით, მას დავალება აქვს ასეთი ოჯახის წევრები, მუშაობენ, შვილები უზრუნველყოფილი ყავს. ასულად საზღვარგარეთ არიან წასულები იქედან უგზავნიან და ეხლა უკაცრავად თქვენთან მაძღარს ყველა მაძღარი გონიაო, ხომ გაგიგიათ ასეთი გამონათქვამი. მას არ ესმის თქვენი და ჩვენი გაჭიროება, არა. მისთვის ეს ძალიან შორია. აი, ბოდიში კაი თამაშებიანია, მაგრამ თუ და ეგრევე თამაშობენ ხალხი. გაიხარეთ კინეცალი. ეხლა კიდევ იმ ბატონის ზარს ვუბრუნდებით, რომ ახსენდება მისი საუბარი, თანდათან მახსენდება, სოფელში დავდივარ ვამუშავებ. ბატონო ჩემო, თქვენ იცით რომ ბევრ ადამიანს, ვინც ქალაქში ცხოვრობს, თავის სოფელში რომ ჩავიდეს და იმ სოფელს მიხედოს, იმასაც ხო თანხები უნდა, გზას ხომ თანხები ჭირდება. ამის საშუალებაც არ აქვს. თქვენგან განსხვავებით და თქვენ კიდევ ჯანმრთელობაც გიწყობთ ხელს, თქვენ მუშაობთ, ადამიანები ვერც კი მუშაობენ და არც იღებენ სამსახურებში. თქვენ ეტყობა ძალიან დიდი ხანია უკვე მაგ სამსახურში ზიხარ და ებღაუჭებით მაგ ადგილს, ან და შვილი ყავთ ისეთ თანამდებობაზე სადღაც, რომელიც გეხმარება და როგორც პენსიონერს ამ ადგილიდან არ გიშვებენ. თუ არა, პენსიონერები რომ ჩარეცხილ ხალხად აღიარა მიშა სააკაშვილმა და იგივეს რო აგრძელებს ქართული ოცნება, ეს ნამდვილად არ ახალია და დამეთანხმებით. ეხლა მე კვლავ ისევ ამ ეკონომიკურ გაჭირვებას უბრუნდები რა თქმა უნდა და იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ქართველი ხალხისთვის ქართული ოცნების 14 წლის თავზე, არსებობის 14 წლის თავზე. ანუ უფრო და უფრო გვიმძიმდება სიტუაცია და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში 2 მილიონამდე მოქალაქეს სესხი აქვს. თქვენ გესმით 2 მილიონამდე მოქალაქეს რომ სესხი აქვს, ეს იქნება მიკროსაფინანსო თუ საბანკო სესხი. რაზე მიუთითებს ეს? ეხლა ქართულმა ოცნებამ და საქტატმა კი გადმოგცა ეს მონაცემები, რომ 3.800.000 ვართო ქართველიო, მაგრამ ეს არის სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუე. მერე უკვე გადააკეთეს და თქვენს მიხვდენ რომ ეს რაღაცა სისულელე უკაცრავად ამ სიტყვაზე და დააბრახუნეს, მორიგი სისულელე იყო. მერე გადააკეთეს და თქვენს რომ საქართველოში რეგისტრირებული უცხოელებით ვართო 3.600.000 და ისა 800.000 და ისევ 3.600.000 ვართო. არამც და არამც ეს დაუჯერებელია, იმიტომ რომ ყოველწლიურად ჩვენ ხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის საზღვარგარეთ და იქ იკიდებს ფეხს და იქედან ეხმარება თავის ოჯახებს. იმ მონურ შრომაში არის და იქედან აგზავნის
იმ ლუკმაპურს თავისი შვილებისთვის, თავისი პენსიონერი მშობლებისთვის და ასე და ასე შემდეგ, ხო? და აი 2 მილიონ ადამიანს. ანუ გამოდის, რომ 2 მილიონი ფაქტიურად 2.600.000 თუ ვართ, ეს უკვე კარგია. აქედან 600.000 ალბათ ბავშვია თუ 800.000, ახლა მე ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ანუ ადამიანი, ვინც კი ზრდასრული გამხდარა, ყველას სესხი აუღია. კი ბატონო, გავაგრძელებთ ამ საბანკო სესხებთან დაკავშირებით საუბარს და მის პროცენტებზე. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში უნდა შემოვიყვანო, მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ბატონო. ბატონო. მე გაკეთებ ხაშურიდან. ხაშურიდან, დიახ. 85 წლის გასულა. დიახ. საქართველოს რამდენი საუკუნიანი ვარ? გეკითხები. დიახ. რამდენი საუკუნეა საქართველოს ვარ? არ მესმის თქვენი ხმა ბატონო, გამიმეორეთ. რამდენის? რამდენი საუკუნეა რომ საქართველოს ვარ? ვერ გავიგე, რამდენს დაღუპული? რამდენი საუკუნეა რაც საქართველოს არსებობს? ქართული ოცნების გადმოსახედიდან 21 საუკუნეა საქართველოს არსებობს და რატომ ეკითხებით ამას? არა, მომწინეთ. ხოდა ამაზე დიდი დასკილება ყოფილა ინა საუკუნეებში, მაგრამ ქართული კაცი არ გაქცეულა საქართველოს. თავის მოწავალი თვითონ მოყავდა გუთლისა და ხარით. დღეს ელა უნდა ჰელგაშილის ცხოვრება. ის ხალხზე ალბათონ. არა, ვერ დაგეთახმებით. ვიმუშავე სოფელში, 15 წელი, მანთან ამიყიდე. 70 ნაკოჩული 4 წელი. იმის მერე 60 წელი ვისწავლე ხელობა, სპექტაკლის ხელოსანიმა. ძალიან სულად მესმის თქვენ. მე ხვეწები ახალგაზრდებს, მოდი, გასავლი, არავის არ გნა. აი ეხლადელი ახალგაზრდა 60 წელი გახდება. რითი უნდა მიწევდაიცია, პენსია მოიწყოს. როცა იმას რომ თავის წესი არ აქვს, ნამისავარი არაფერი და პენსიაში ცხოვრობ. მე მყავს თუნდე 65 წელია, ერთი დღე არ აქვს ნამისავარი ხალხი. და პენსიაში ვარ. ეს არის კანონი. გრამატი წელია მე ვარ და 12 წელია. რახაც კიდან დავიწყე მისაობა და დღემდე თელი არ გამიგია, თელი არ გამიგია სამსახურიდან. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება, სიძეზე ხარ ძალიან გაფრაზებული და მესმის მე თქვენი, მაგრამ რაშია იცით საქმე, მე ვერ დაგეთანხმებით თქვენი საკითხში, რომ აუცილებელია მხოლოდ ხელობა იცოდეს და ყველამ ხელობით უნდა ირჩინოს თავი და აბა პროგრესი რა არის, შემოკარგო, ახალი ტექნოლოგიები რა არის, წინსვლა და ცივილიზაცია რა არის. დიახ, ამ ცივილიზაციის გამოწვევებია ის, რომ სულ სხვა მოთხოვნები გვაქვს, ვიდრე გქონდა 80 წლის წინ, 100 წლის წინ, 200 წლის წინ. ეხლა სულ სხვა მოთხოვნებია და ამ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეს ჩვენი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. ელემენტარულს გეტყვით, ეხლა ვიღაცას მანქანა ფუფუნებისაგნად მიაჩნდა. დღეს ავტომობილი ფუფუნებისაგანი ნამდვილად არ არის. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, თუ კი გინდა რომ ჩაება იმ ფერხულში, რა პროგრესიც მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ზარია გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. ქრისტიანია. ჭეშმარიტად. ეს არის ძალიან მიყვარდა მიხარია თქვენი გადაცემა. ესა მარტო თქვენი გადაცემა მიმდინარეობდეს. ძალიან უხედავ სიმართლეს და გულის ლაპარაკს. მე სოფლიდან ავარ და დავამთავრე ეკონომიური ბანკში მუშაობდი ბორჯომში. ძალიან კარგად იყო ხალხი შემოკარგო. შემოქონდათ მუსაიკოს დიდი ადამიანი. პროზისა პროცენტი გაქონდა, უხაროდა პროცენტის გაკადა. ეხლა ეს ბანკები ისე ახასიათებენ ამ ხალხს. არ ვიცი შეიძლება როდესაც უნდა გაგრძელდეს ასეთი ცხოვრება. პენსიონერების წინასწარ რომ ნახოთ მე რო პენსიას ვიდეთ, დაოსებული სახეები აქვს ხალხსა. არ ყოფნის ამაში, საქმეზე ხო ზეგნეტია, აი რო კაი დროსი ვიყავით კომუნისტების დროს. არ ვიყავით კაი დროსი. იეთი იყო, შემოკარგო, სიყვარული იყო, სიტყვა იყო. ეხლა რა გძავს, რა არის ეს ცხოვრება?
კონდომობა არ მაგაეუქნებია, კონდომების მაგდა ასახელი დაერთია. სოფელში ემუშავა და ქალაქში ემუშავა. რა ვიცი, ჩემი აზრით ეს არის. გასაგებია. მადლობა ჩემოშვენიერ კალბატონო, მადლობა დიდი ზარისთვის. მოკლედ საუბრობდით რომ 2 მილიონზე 2 მილიონამდე მოქალაქეს სესხი აქვს. ანუ ყოველი მეათეო საქსტატის მიხედვით ამ სესხით არის დაკავებულიო. აქედან 370,000-ზე მეტი შავ სიაშია. აი გესმით თქვენ შავი სია ეს ნიშნავს იმას რომ ანუ ამ ვალდებულებას ვეღარ იხდიან და მერე კარგავენ იქ ნივთი იქნება ძვირფასეული იქნება თუ უძრავი ქონება იქნება რითიც უზრუნველყოფილია ეს სესხი და აქედან ყველაზე რთულ ვითარებაში კი ამ ხრივ ჩვენი პენსიონერები არიან რატომ იმიტომ რომ ეხლა მე აქ სტატისტიკას ვუყურებ და ხელს მათ იმ ხელა ისეთი დაბალი პენსია აქვს, მაგრამ პროცენტი თუ კი მათ წინასწარ თანხა გამოიტანეს პენსია თავისი რამოდენიმე თვით ადრე მათი კუთვნილი პენსია იმ ხელა მაღალი პროცენტია რომ მათ უკვე ხელში ფაქტიურად სახარჯად აღარაფერი რჩება ბანკს მიაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ მათი კუთვნილი თანხა მოგებით ბანკს მიაქვს და აი სად არის ამის რეგულაციები და სად არის ამისი პატრონი ხო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აი ამ სესხებლებიდან კიდევ არიან ჩვენი პენსიონერები ზარია პირდაპირ ეთერში ისაუბრეთ ალო ისაუბრეთ გენეცალი მოგესალმებით ალო მოგესალმებით ისაუბრეთ გენეცალი ბატონო ვარ ქრონიკული პაციენტი ვარ 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული თითქმის ყოველ დღე მჭირდება სასწრაფო დახმარება ქრონიკული პაციენტი ვარ ყოველ დღე სასწრაფო დახმარება მოდის და გამოხდინ წყალს მისხავენ ვენაში წამალი არა აქვს ეს როგორ შეიძლება რას ქვია გამოხდი მხოლოდ ეს გამოხდილი წყალი იმას ამპულას რომ ემა თვითონ იღებენ ადრე მიტოვებდი ხოლმე როცა ნამდვილ წამალს მისხავდნენ ხოდა თვალში მოჭირდება წვეთები შვილო აი დამიჯებული თვალში მჭირდება ნაოპერაციებ თვალში 3 გრამ წამალი 27 ლარიზე დიახ 3 გრამი თვალი წვეთები ხელოვნური ცრემლი 27 ლარიზე რამდენ ხანს ყოფნით ეს ხელოვნური ცრემლი ეს ერთი ფლაკონი ყოველ აი სოხერი ორჯერ ყადათ სასწრაფო ორჯერ რატო დამჭირდა ერთხელ გაიგიჩებინათ ნორმალური და მოიხსნათ ეს ტონუსები ანუ რუსავიდან გირეკად გენეცო ანუ თქვენ ბრძანებთ რომ სასწრაფო დახმარება ვერ გიწევთ კვალიფიციურ დახმარებას კი ბატონო გაითიშა ზარი მოკლედ მე ვსაუბრობდი ჩვენს პენსიონერებზე მაგრამ ნუ აი ხალხის არ წყდება თქვენ თვითონ ხომ ხედავთ ზარები არ წყდება მე კიდე უამრავ სხვა თემებზე მინდოდა თქვენთან საუბარი სწორედ ამ დიპლომატიაზე და დიპლომატიურ ენაზე მინდოდა საუბარი ბატონი კობახიძე გვიწუნებს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის ლიდერებთან მათთან დიპლომატია შეუძლებელიაო მაგრამ ყველას თქვენი ზარი მეტყველებს იმაზე რომ პირველ რიგში წამლები და საკვები პროდუქტები გაწუხებთ ძალიან ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ ხიშიავია ჭეშმარიტად ბატონო ხალხო რა თქმა უნდა დაფუნქციონალია პრობლემები ეს ქვეყანა აუს ნაცელმა მოვას მამლად ვაღებ შედოთ მაგრამ რა არის იცი ყველაზე დიდი უბედურება მაინც მიგრაცია მგონია მიგრაციის პრობლემა ყველაზე დიდი საშინელი და ერთი რა მაინტერესებს ეს პოლიტიკური პარტიებმა წოდებული გავიგეთ რომ ეს საკუთარი მიგრაცია გაგზელება ნაცების ეს ოცნება იმასაგებია რომ დიქტეიტის გაგზელებლები მაგრამ აი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია რას აკეთებს ერთი გაგვიგა რასაც გეუბნებით ყველაფერი ჩვენს თავზე ხდება რის საკეთებლები ხარ გიცხონდა გიცხვა ეფიქნიერ პარტია დიდი მადლობა
კარგით, მადლობა ზარისთვის. ახლა მე სხვა თემებზე ვეღარ ვისაუბრებ, უშუალოდ ბატონს უნდა გავცეხმა. ბატონო ჩემო და რას მოითხოვთ იმ პარტიისგან, ახლა თქვენ რომელიც წინა გამომსვლელს არ უსმენდით, რომ ობიექტივი შეიძლება დაიხუროსო, სულ სღაფავსო უკეო, იმიტომ რომ აღარ აქვს ის შემოსავალი, არ აქვს ის გადახდის უნარიანობა, რასაც სახელმწიფო მას აკისრებს და რის გაკეთებას შეგვიძლია ჩვენ და რას გვთავაზობთ და რას გააკეთებდით თქვენ ახლა პირდაპირ ეთერიდან რომ გახვედით ძალიან ცუდი, იმიტომ რომ პირდაპირ თქვენ დაგეკითხებოდით, რას გააკეთებდით იმ პირობებში, როდესაც ქართულმა ოცნებამ სრულად მოსპო პოლიტიკური ველი და დაიტოვა მხოლოდ თავისი თავი, თავისი ჯიბის ოპოზიცია და აგერ ის ხალხის ზალაო და კიდევ სხვები და სხვები, ხო? და ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს პირველ ოპოზიციურ ძალად და აბსოლუტურად მოსპო სხვა ყველაფერი შუა გაკრიფა და ყველანაირად ის რაც გვეკუთვნოდა, რაც ხმები ქონდა ჩვენ ხმების მიხედვით, უფრო და უფრო მეტი უნდა აენაზღაურებინა ხელისუფლებას ჩვენთვის თანხა, იმიტომ რომ პროცენტს რამდესაც გადალახავ არჩევნებში ბარიერს, იმის მიხედვით ჩვენ ბიუჯეტიდან როგორც პარტიამ რომ თავი შეინახო, გერიცხება თანხა, მაგრამ გაყალბებულ არჩევნებში მიზერულს რომ დაგიწერს და მიზერის მიზერს კიდევ და გეტყვის რომ შენ აი ამ უმცირესი თანხით უნდა იარსებო, რა შეგვიძლია ჩვენ ამ შემთხვევაში რა რეგიონებში გავხსნათ ოფისები, კარდაკარ ვიაროთ, ჩვენ გვაქვს ამისი შესაძლებლობა, აი ცუდია რომ ეთერიდან გაბრძანდით, იქნებ მომდევნო ეთერში ან ვინმეს ეთერში, ან კვლავ ჩემთან ეთერში შემობრძანდეთ და როგორც გამოცდილმა პიროვნებამ, რომელსაც გესმით რომ თურმე ჩვენ ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რას გვთავაზობთ, რისი გაკეთების საშუალება გვაქვს ჩვენ და კარგი იქნებოდა ჩვენ თუ პირდაპირ ეთერში დებატებს გავმართავდით ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, ბევრი საინტერესო თემები გქონდა, მაგრამ ეკონომიკურმა გაჭირვებამ, ასე თქვა, ჩვენი გადაცემის სრული ეთერი წაიღო. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კარგად ბრძანდებოდეთ.